პატრულმა გაგვაჩერა ზუსტად ამ ტერიტორიაზე. ორი ეკიპაჟი იყო, ერთი ეკიპაჟი მოდის ჩემთან, ერთი მიდის საჭესთან ხარ თამაში? კი, მე საჭესთან ვარ, უკანა მანქანაში, ანუ დაცვის მანქანა რომელიც არის. VIP-თან მიდის მეორე ეკიპაჟის თანამშრომლები და საბუთებს გთხოვენ და კი, მეთქი არ არის პრობლემა, ეხლა მე მოგცემ მეთქი. ავიღე საბუთები, თან ის მინდაო პირადობაო და აი მაშინ უკვე გასაგები იყო ყველაფერი, კი, რომ უკვე სხვა სიტუაციაში ვიყავით. მეტი თვალსაჩინოებისთვის როგორ და რა ვითარებაში გაიტაცეს ნიკა მელია თვითმხილველთან ერთად იმ გზას გავივლით, რაც სამოქალაქო ფორმიანმა პოლიციელებმა ოპოზიციონერი ლიდერის ადევნებისას გაიარეს. ძალადობა ისე იმდენი ხალხი ეხვეოდაზე, უბრალოდ ვერ იმას ვქენი რა, ნიკას ერთი ხმა გავიგე, უბრალოდ მანქანიდან რომ გადმოიყვანეს, ნელა ბიჭო და всё, ის ხმაც გადაფარეს, აი ხმა მაღალი ყვირილით. ოპოზიციონერი ლიდერი ჯერ საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების სპეციალურ მანქანაში ჩასვეს. ყველაფერი ჩამოართვეს. მანქანაზე დამონტაჟებული კამერები დაამტვრიეს და ყოველგვარი საფუძველის გარეშე ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამ მასშტაბური გატაცების ეპიზოდიდან არც ერთი კადრი არ არსებობს. არაფერი საერთოდ არანაირი საუბარი, ეგრევე შუშა ქონდა ნიკას ეტყობა ჩაწეული თავის მხარეს და ის მანქანა გარედან არიღება, მაგრამ შიგნიდან ჩაუყოს ხელი, გაუღეს ეგრევე გახეთქეს კარები და აი წამებში რა, სადღაც 30 წამში უკვე მარშრუტკაში ყავდა ჩატენილი. ჩემს მანქანას, რომელიც მე უკან მივყვებოდი, ვიდეო რეგისტრატორი ეყენა, ეს ვიდეო რეგისტრატორი ეგრევე ჩამოგლიჯეს, VIP-ზეც ეგრევე ჩამოგლიჯეს. როდესაც იბრძვი ხო, უნდა იცოდე, რომ ამ ტიპის სახელმწიფოში, როდესაც ავტოკრატია მართავს ქვეყანას, ციხეზე გადის, საკანზე გადის ბრძოლა. ხო, ნუ გადის, საკანზე გადის ეს ბრძოლა. ეს იმას დანიშნავს, რომ შენ მარცხები ან აპირებ ციხეში ჩალპობას. მე საკუთარ თავს ვიცნობ. როგორც თქვენც იცნობ და თქვენი მაყურებელიც, ხო? იმ შემთხვევაში თუ მე ამ გირაოს ეგრეთ წოდებულს გადავიხდიდი, მე საკუთარ თავს დავკარგავდი, მე დავსუსტებოდი მორალურად, მე უვარგისი ვიქნებოდი ამ ბრძოლაში. ნიკა მელია, რომელიც შაბათის ფორმულამ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა, ამ ტიპის სახელმწიფოში კიდევ ერთ პატიმრობას ისედაც ელოდა, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც ის წარმოიდგენდა. ამ ტრივიალურ საქმეზე დაკავება, რომელიც დროებითი იქნება, ანუ სურვილსაც არ მიჩენს ვილაპარაკო ბევრი, არ დაგიმალოთ. დაელოდებიან ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის დაფრთხიანებას სისტემაში და მე მისი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვაჟკაცობა იქნება. წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს გადახდის ვადის ამოწურვას არ დაელოდნენ. ცხადია დაკავებამდე უსმენდნენ და ისედაც იცოდნენ, რომ მელია არც გირაოს გადახდას და არც კლანის სასამართლოს სხდომაზე დასწრებას პრინციპულად არ აპირებდა. სხვათა შორის ძალიან ახლოს ვიცნობდი ერთ პერიოდი ალბათ წულუკიანს. ძალიან შეცვლილია, წასულია. დასავლეთ ხელიდან არის წასული. ამ მშობელი იცნობს მას და როდესაც 2013 წელს დაკითხვებზე მატარებდნენ, მაშინ მამასთან აქვს ზარი განხორციელებული და დამშვიდობებული ყავს, რომ უნერვიულობთ ბატონაზო. ორი ზარი, ერთი ზარი, როდესაც დარეკა და მშობელი დააწყნა, რა უნერვიულობთ და მეორე ზარი, რომელსაც არ უპასუხე და ახლა უნდა რომ გაგიშვათ ციხეში. გატაცებულ პოლიტიკურ ლიდერს ადვოკატები და ოჯახის ახლობლები ღამის განმავლობაში რამდენიმე საათი ეძებდნენ. ვერც ის გაიგეს, რა შეიძლება დააბრალო გადაცემაში სტუმრად მიმავალ მელიას, რომელსაც რამდენიმე საათში ისედაც დააკავებდნენ. ნიკასთან დაკავშირებით ზოგადად ესენი ამყარებენ ხოლმე რეკორდებში, როგორც ჩანს ყველაზე უფრო აღსანიშნავი ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში კაცია მათთვის და დღეს რაც გააკეთეს საერთოდ წინსწრებად დაჭერა. ეგეთი მართლა არ მოხდარა, ჯერ ყოველ შემთხვევაში არ მოხდარა დანამდვილებით. თქვენც გაქვთ სასამართლო, მგონი 7 ივნის თუ არ მეშლება. მე რას ელოდებით იგივეს? ხო, რა თქმა უნდა. ერთმა დამიფაროს, რომ იგივე არ მოხდეს.
ნიკამელია ოფიციალურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის და შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაციიდან 3 დღეა გასული. საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, რა ფორმის წინააღმდეგობაში იყო ბრალდებული პოლიციასთან. პოლიციის დღეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ისევ მტკიცებით ფორმაში, მტკიცებულებების გარეშე საზოგადოებას არწმუნებს, რომ მელია ისევ დასაჭერი იყო. ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომელთაც მან შეიძლება ისაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. რა ვიცი, ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდებაც. საქალაქო სასამართლოს ეზო და მიმდებარე ტერიტორია ზურა ჯაფარიძის სხდომის მსგავსად პოლიციას ჰქონდა ოკუპირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე აუარება პოლიცია, წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი იდგა. ამ სასამართლოში ირაკლი შვანგირაძის თავმჯდომარეობით პროცესზე ისედაც ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული. რატო აზრო, რატო არ ახართ სასამართლო დარბაზში? მე გაუძლებ მომზადებული ვარ, მაგრამ ნიკა ვერ გაუძლებ ჩემ ნახვას და ჩემ ცრემლებს. ამიტომ არ შევედი. გულწრფელდები შულს. სანდრო როგორ არის? პირველში მაინც დაეჭირათო და რატომ 31-შეო ფეხბურთის საყურებლად მივდიოდი და მე და მამაო და კი, ნიკამ მოგვიყვა ეს ამბავი. ერთი კვირა იცის და კითხვა არ დაუსვამს. ჯერ არ დაუსვამს კითხვა. უბრალოდ კითხა გუშინ წინ სად ვაპირებ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებას. ანუ ხვიჩა კვარაცხელია სად უნდა ვუყურო? შენთან უნდა უყურო უფიშიო თუ სახლშიო? და აქ ერთხელ ვუყურეთ ერთად. და აი ცოტა მაიმუნური კითხვა დამისვა, რაზეც უთხარი რომ ჯერ არ ვიცი თქო. სანამ საგანგებოდ გამართულ მელიას ბოლო ხმაურიან სხდომაზე შევალთ, 2012 წლიდან ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებების და დევნის სხვა ხმაურიან ეპიზოდებს გადავავლოთ თვალი. საგანგებო სპეცოპერაცია პარტიის ოფისში. კიდევ ერთი გადაუხდელი გირაო და სამაჯურის საჯარო მოხსნა და გადაგდება საქართველოს პარლამენტთან. ნიკა მელია ოცნების ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან დღემდე 3-ჯერ დააკავა. ამ მოვლენების კვალდაკვალ იცვლებიან მინისტრები, პრემიერ-მინისტრები და ხელისუფლების თავკაცები. სამაგიეროდ არ იცვლება ნიკა მელია უკომპრომისო ყველა ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. გაგვიმხილა, რომ არც ერთი პატიმრობისას ციხეში ზაფხულში არ ყოფილა. ყველაზე მეტად შვილის გარეშე ყოფნა უჭირს, თუმცა ციხე მისთვის ტრაგედიაზე მეტად ღრმა ფიქრისა და ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია. მართალი რო ხარ ეს გეხმარება და ვცდილობ რომ ადაპტაცია კაია რომ ადაპტირდე იმ რეალობასთან. ღრმად ფიქრის შესაძლებლობა გეძლევა. სიჩუმე, სიწყნარე საკუთარ თავთან დარჩენა და არ ვიცი, კითხვა და იმის გააზრება, რომ ეს ეტაპიც ძალიან მალე გაევლის და კვლავ მე აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში. ბოლო სანახაობრივი სასამართლოც დაიწყო. მოსამართლის ისიც კი არ აინტერესებდა, რა ფორმით მოგვარეს ბრალდებული სხდომაზე და იძალა თუ არა გატაცებულ მელიაზე პოლიციამ გასულ ღამეს. ამ დღეს, როცა მე-12 დარბაზში ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად კლანის მოსამართლეს წყალი შეასხა, სასამართლოს სხვა დარბაზებში რეჟიმის სხვა ტყვეების საქმეებიც მიმდინარეობდა. 3 აქტივისტი ივანიშვილის სასამართლომ ადმინისტრაციულით პატიმრობაში გაუშვა. ადამიანს არ აინტერესებს გატაცებული ვიყავი, არ ვიყავი. რადგან ნიკა მელიას გატაცების კადრები არ აგვაქვს ფინალში, ისევ მოსამართლისთვის წყლის შესხმის კადრები იყოს. ერთი ბოთლი ცივი წყალი მოსამართლე შვანგირაძის გარდა თანაბრად და სიმბოლურად ეკუთვნის ყველა უკანონო გადაწყვეტილების ავტორს სისტემაში გამოსაფხიზლებლად. უნდა მიშტოქა